უშუალოდ წიგნზე ვისაუბრებდეთ, მანამდე მეთხოვებით ტარიელ ჭანტურიას, დიდ პოეტს, სიყვარული ხურავს, სიძულვილი ტეხავს, ერთ-ერთი მთავარი გზავნილია ტარიელ ჭანტურიასგან. ახალი პოეტური ინტონაციები, სტილური ფოიერვერკი და ეგზისტენციური სათქმელის თამაში, ცევდა იუმორის მონაცვლეობით ოსტატური გადმოცემა მის ადგილს სამუდამოდ განსაზღვრავს ქართულ ლიტერატურაში. ის რაც ინტელექტს მოკლებულია, ჩემთვის ინტერესს მოკლებულია. სწორედ ეს ნიშანი მისი პოეზიის ინტელექტუალურობა, გაზავებული ირონია, პაროდიით გვეხმარება გაუშინაურდეთ ადამიანად ყოფნის ურთულეს ამბავს. და ციტატა მისი ლექსიდან: სულ სხვაგვარად ვატარებდით მე და ჩემი ძმები დროს, ვკითხულობდით ჰაიდეგერს, სარტრს, კამიუს, ლევი-სტროსს, არასოდეს მოგვიკლია გრიალი და სასმელი, მაინც სხვა ხალხი ვიყავით, ჯვარზე კაი საცმელი. ტარიელ ჭანტურიას უყვარდა იმ სიტყვების დამოწმება, ცვეტაევა მომავლის მკითხველს, რომ ესაუბრება და უგზავნის კოცნას 100 ან 1000 წლის შემდეგ. სიკვდილის სიცოცხლის გარდუვალობაზე წერისას კი ხშირად იხსენებდა უცნობი ავტორის ჰაიკუს, ჩემო პეპლების, მადევარო პატარა ბიჭო, რომელ იდუმალ ქვეყანაში შესდიე პეპლებს. ის ყიფე ფარდა, რაც ყოფნა არ ყოფნას, წუხარება ბედნიერებას და გამარჯვება მარცხს შორის არსებობს, ტარიელ ჭანტურიას პოეზიის მთავარი თემა იყო. როგორც თავის ერთ ლექსში ჩემს შემდეგ ამბობს: რა კარგია თქვენ რომ კარგად იქნებით, რა ცუდია მე ვერაფერს გავიგებ. რა ცუდია თქვენ რომ ცუდად იქნებით, რა კარგია მე ვერაფერს გავიგებ. დიდი მადლობა ბატონ ტარიელ, მეგობრობის, თანამშრომლობის, დაუვიწყარი ურთიერთობისა და ნამდვილი პოეზიისთვის. და იმ მემკვიდრეობისთვის, რაც თქვენ ჩვენს ლიტერატურას დაუდოვეთ. უამრავი მკითხველისთვის, რაც მომავალში გახდება შთაგონების წყაროც და თავშესაფარიც. ჩვენ კი დღეს ვსაუბრობთ ლევან ბოლქვაძეზე, ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, წიგნი, რომელიც ახლა უნდა აღმოვაჩინოთ, წიგნი, რომელიც მე მგონია მკითხველთა რაღაც აქტიურ მკითხველს, ან ბედნიერ მკითხველს, იღბლიან მკითხველს ნაწილობრივ უკვე აღმოჩენილი აქვს, იმიტომ რომ ეს წიგნი პირველად 1978 წელს გამოიცა არჩილ სულაკაურის რედაქციით. ალბათ ესეც არაა შემთხვევითი, რომ ლევან ბოლქვაძის ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბის რედაქტორი არჩილ სულაკაური გახდა მისი მეგზური, თვითონაც ასეთი სამყაროების შემქმნელი და თუ რატომ უნდა დავიმგზავროთ ეს წიგნი ლევან ბოლქვაძის, ეს ერთადერთი წიგნი ადამიანისა, რომელიც 21 წლისა აღმოჩნდა გულაგში, 8 წელი გაატარა გულაგში, შემდგომ კიდევ რამდენიმე წელი გადასახლებაში იყო და რეაბილიტირებულმა, საქართველოში დაბრუნებულმა დაწერა ეს წიგნი. ერთადერთი წიგნი მის ცხოვრებაში, ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, რომელიც ერთდროულად ზღაპარიც არის, იგავიც, პოლიტიკური სატირად შეიძლება დაერქვას. ერთი სიტყვით ყველასთვის საკითხავი წიგნი, მოზარდებისთვის, მშობლებისთვის, უფროსი თაობისთვის, მასწავლებლებისთვის, ბევრ ფიქრს და ბევრ თავგადასავალს რომ აღწრავს და ამისკენ წაგვაქესებს. საალ ჩხეიძესთან ერთად ვისაუბრებთ ამ წიგნის შესახებ. მადლობა საალ, მასწავლებელი, ლიტერატორი, თარგმნელი საალ ჩხეიძე მკითხველი მას კარგად იცნობს და დავიწყოთ იმის შესახებ, რას გვიყვება ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი, რას ყვება ავტორი ამ წიგნით. მოგესალმებით. ხო, ქართული ლიტერატურისთვის თავისებური ისეთი არატიპური ტექსტია, ეს ნამდვილად შეგვიძლია ვთქვათ. თვითონ ავტორი ტექსტის დასაწყისიდანვე ამზადებს მკითხველს, რომ ეს არ იქნება გამოცდილ მკითხველს, ესე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არ ყვება მორიგ რიგით ამბავს და შეუძლია ილაპარაკოს ტექსტში იმის შესახებ, რაც პრინციპში კაცობრიობის ლიტერატურული გამოცდილების ნაწილია, ხო?
დასაწყისში პირველად როცა თვითონ ზღაპარში ტექსტები შემოდის, არ არის მაინც და მაინც ორი ზღაპარი, რომელშიც უშუალოდ პერსონაჟი მერე მოგზაურობს და რომლის თანაავტორიც ხდება. თავდაპირველად არის ესე, რომ ის კითხულობს ტექსტებს, რომლის სათაურებიც როგორც თანამედროვე სამყაროში წიგნებს აღარ არქმევენ სახელებს. და ეს არის გრძელი, უზარმაზარი სათაურები, იქ პირდაპირ არის მინიშნებები იმაზე, ორი ტექსტი არის, რა თქმა უნდა არ არსებული, ცხადია, მოხსენიებული ტექსტში, ერთი მათგანის ავტორი ევროპელია და იქ სახელებს თუ დააკვირდება ადამიანი იოლად მიხვდება, რომ ევროპელი ავტორი არქანჯელო ლამბერტის ესე იგი თანამოსახელია და დიდი ალბათობით ეს მოგზაურობის ამბავი იქიდან არის აღებული და მეორე ავტორია არაბი ავტორია, რომელსაც ასევე, ანუ მე ის თქმა მინდა, რომ ორივე წიგნი მკითხველში პირდაპირ აჩენს ასოციაციას, რომ მომავალი თხრობა, რომელიც ტექსტში იქნება, თანამედროვე სამყაროსთან კი არ იქნება იმდენად დაკავშირებული, რამდენადაც დაკავშირებული იქნება შუა საუკუნეების, უბრალოდ გვიანი შუა საუკუნეების ან რენესანსის, როგორც მინდა ისე ვთქვათ, ლიტერატურულ გამოცდილებასთან, ხო? თავისთავად ეს მეანიშნებს იმაზეც, რომ ავტორი, ესე იგი, რა ქვია, მე-16 საუკუნის, განსაკუთრებით მე-16 საუკუნის გამოცდილება ავტორისთვის არ არის უცხო და პირდაპირ, ასე ვთქვათ, დონ კიხოტის ამბავთან პირდაპირ ძალიან ახლოს მიდის ავტორი, ოღონდ უკუღმა გზას გადის, თუ იმ შემთხვევაში ვთქვათ, წიგნს წაიკითხავს კაცი და შეიძლება და მე ცდილობს, რომ ის სამყარო, რომელიც წიგნში წაიკითხა, რეალურ სამყაროში განახორციელოს, აქ პირიქით ხდება, პერსონაჟი გადადის, რა თქმა უნდა, ალისას ცნობილი გავლენით, პერსონაჟი გადადის ლიტერატურულ გამოგონილ ფიქციურ სამყაროში, ესე შეგვიძლია ვთქვათ, ხო? მკითხველი იოლად იცნობს გულივერის მოგზაურობას, იოლად იცნობს ძალიან დონ კიხოტს, ძალიან იოლად იცნობს, აი დაკარგული წიგნებით, ამოხეული მეებით, რა ქვია, ამოხეული ფურცლებით, მიდან რა ქვია, უავტორო ლექსიკონებით, რომელიც ვიღაც ადამიანებმა მთაში და გამოქვაბულში მცხოვრებმა ძალიან მოხუცმა ადამიანებმა იციან, რომლებიც მეხსიერებას ინახავენ, ხო, მეხსიერებას, რომელიც რეალურ დროში არავის არ ჭირდება, იმიტომ რომ სამყარო, რომელიც ტექსტში აღწერილი, იქ ესეა მოცემული, რომ არავის ეს მეხსიერება რეალურ დროში არ ჭირდება, უბრალოდ არსებობს იმედი, რომ ვიღაც მოვა, რომელიც განახორციელებს, რომლისთვისაც ეს მეხსიერება გახდება საჭირო და სწორედ ამ ვიღაცის, ერთი ამ შემთხვევაში ახალგაზრდა 12 წლის ბიჭის, ასე ვთქვათ, გავლით სამყარო ისევ, ხო, ჭაბუკა, გავლით სამყარო ისევ დაიბრუნებს, ასე ვთქვათ, თავის ბუნებრივ ფორმას. შიგნით გამოყენებული არის კოჭლი ეშმაკის ეს ცნობილი მითი, რომელიც ტექსტში სრულიად ცხადია, რომ ქრისტეს გარდა იქმნება და ეს წერია კიდევადაც პირდაპირ, ხო, ეშმაკი, რომელიც მოინათლება და რომელიც თავს გაწირავს, ასე ვთქვათ, ადამიანებისთვის, მაშინ, როდესაც ის საათს თან ამას კარგავს, შემდგომის დაკარგავს. კი, ხო, დაკარგავს და პირდაპირ ასე განკაცდება, როგორც ტექსტშია, ანუ ცნობილი უჩვენთვის ყოველთვის ცნობილ რელიგიურ, ასე ვთქვათ, ამბავში როგორც არის, ხო, იქ ღმერთი განკაცდება და ის გაწირავს თავს ადამიანებისთვის, აქ ეშმაკი განკაცდება, ეს კოჭლი ეშმაკი, ეგრეთ წოდებული სასაცილო ეშმაკი, როგორც ხო, რომელსაც როგორც მასში ევროპულ ლიტერატურაში ეძახიან მაგას და ის განკაცდება და ის გადაწყვეტს, რომ ასე ვთქვათ, გადაარჩინოს ადამიანები, გადაარჩინოს იმით, რომ საათის ისრები, ასე ვთქვათ, ხელახლა მოძრაობს, ხო, სამყაროში სოფლოს. დრო დაატყვევა მეფე ჩიგიდმა, რა ქვეყანა ის ქვეყანას, რომელსაც მეფეც არის ჩიგიდი. და როგორი მეფეა ჩიგიდი, სწორედ მის სამეფოში აღმოჩნდება ჭაბუკა. მკითხოს უთხრათ სპოილერების გარეშე, როგორ სამეფოში ხდება წიგნის მთავარი პერსონაჟი. ხო, ეს ბედნიერი ქალაქი, ხო, ბედნიერი ქვეყანა, სადაც ადამიანები ესე ნომინალურად ბედნიერები არიან, სადაც ვიღაც ადამიანებს სახელები აქვთ, ვიღაც ადამიანებს არ აქვთ სახელები და უბრალოდ ასოებით, ესე ვთქვათ, მოიხსენიებიან იმასოებშიც რაღაც
დაყოფა რიგითობითი, ასე ვთქვათ, ხო? ტექსტში არის რომ ვინც ამბანის დასაწყისშია, ისინი მათ ცოტა მეტი საჭმელი აქვთ, ვინც ამბანის ბოლოშია, ცოტა ნაკლები საჭმელი აქვთ და ხზე ვინც არის რომ ისინი საერთოდ იხოცებიან და იმდენად ხშირად იხოცებიან და იმდენად დაიხოცენ უკვე რომ გადავწყვიტეთ რომ ეს ასო ამბანიდან საერთოდ ამოვიღოთ აღარ არის საჭირო. ხო, დაახლოებით ეს. მაგრამ მან არის კიდე ერთი საინტერესო კითხვა, შენ სულაკაური არჩილ სულაკაური ახსენე და ეს გენიალური, ალბათ შეიძლება ყველაზე გენიალური ქართული საბავშვო, არ ვიცი რამდენად საბავშვო, მაგრამ ტექნიკურად საბავშვო რომანი, ალბათ რომანი სალამურას დავგადასავალი, იმიტომ რომ აქაც ეს ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს, ხო, ეს სალამურზე დამკვრელიას და სალამურზე დაკვრის ფუნქცია დაახლოებით ესე შეგვიძლია. მე მგონია რომ ამ შემთხვევაში შეიძლება სადღაც დოჩანაშვილის არ მხოლოდ სულაკაურის, არამედ დოჩანაშვილის გავლენაც ჰქონდეს ავტორს, იმიტომ რომ ტექსტი როცა წავიკითხე და ადრე მქონდა წაკითხული სტუდენტობისას დაახლოებით ესე, მაგრამ როცა ამ ბოლოს წავიკითხე, გამიჩნდა კითხვა რომ თავარი პერსონაჟს ეს ჭაბუკა ქვია, მაგრამ სიმბოლურად ვისგან ასახიერებს, იმიტომ რომ ტექსტში ძალიან ბევრი სიმბოლოა, ხო, გამოყენებული, იქ არის გამოქვაბულის მითი, იქ არის ვთქვათ მისი რა ქვია, იქ არის ეს საპატიმროები, რომელშიც ეს ადამიანები ხვდებიან, არის უკტავი ადამიანები, რომლებიც როგორც წეღან თქვით მეხსიერებას ინახავენ, ვინ შეიძლება იყოს თავარი გმირი. გულწრფელად ვკითხა, ბევრი არაფერი ისეთი არ მომაფიქრდა, მაგრამ პირველ რიგში, რასაც მისი ეს მუსიკალური გატაცება მეუბნება, როგორც ლიტერატურული ტრადიცია ამბობს, პერსონაჟი, რომელიც საკრავზე უკრავს, აუცილებლად სიკვდილის ანგელოზია. და აი ცნობილი ამბავი გურამ დოჩანაშვილის ბატონ გურამს აზეს მთელი ცხოვრება ეცინებოდა ყელში რომ ამოუყვანეს ხო სადაც მუსიკალური მიანი ვიოლინოიანი პერსონაჟი შემოიყვანა ტექსტში ყველგან იყო რომ აი ავტობიოგრაფიული ამბავი იმიტომ რომ ბატონი გურამი ბავშვობაში ვიოლინოზე დადიოდა და მე ახლა რაღაცა სამწინს რო წაიკითხა იქ ხვდები რომ გავიგე რომ ბატონი გურამი ვიოლინოზე დადიოდა მაგრამ რაღაცა გამოცდილება ხო არსებობს ლიტერატურული სადაც მუსიკალურ ინსტრუმენტს რო პერსონაჟს ხელში დაუნახავ უკვე უნდა ხვდებოდე ხო რაში არის საქმე არა მოყოლებული ხამსუნიდან ვის დაძგინდა დამთავრებული ყველგან ერთი და იგივე სიმბოლური ასე ვთქვათ აქცენტის მატარებელია ამ ტიპის პერსონაჟი. ამიტომ მე გამიჩნდა დიდი ეჭვი რომ ეს პერსონაჟი რომელსაც სიცოცხლე მოაქვს იმაში რა ქვია მაგას იმ ქალაქში რომელშიც ის მოდის თავისი არსით სიკვდილის ანგელოზია დაახლოებით ესე და მისი ფუნქცია ამ შემთხვევაში არის რომ ის მოვიდეს სამყაროში სადაც ტექნიკურად სიცოცხლეა მაგრამ პრაქტიკულად სიკვდილია. დრო არ გადის ადამიანები იტანჯებიან სიცოცხლით ისინი ბედნიერები არ არიან სამართალი არ არსებობს მიზეზშედეგობრიობა მოვლენებს შორის მკაფიო მიზეზშედეგობრიობა არ არსებობს არსებობს ორი კანონი ესაც ჩემი აზრით ყველაზე სასაცილო და სახასიათო ელემენტი ტექსტში ხო ორი კანონი ეს ურღვევი კანონები და მეორე და ურღვევი და მეორე ხო და იმის მიხედვით თქვა რომელი აწყობს მეფეჩიგიც იმის მიხედვით გასამართლდებიან ადამიანები და კაცი არის ჩემთვის ყველაზე ისეთი სასიამოვნო არ ვიცი მაგრამ ტექსტისთვის ჩემი გადმოსახედიდან ტექსტისთვის სახასიათო მომენტი, როდესაც ომში ფეხდაკარგული კაცი მივა და ეკითხებია რომ ისე რა ქვია პენსიამ მომეცითო თუ შეიძლება დამეხმარეთო და ესენი ეკითხებია რომ რომელ ომში დაკარგე ფეხი და ესაც ეუბნება რომ არ ვიცი რომელი ომი იყო არ ვიცი ლურჯი ტანსაცმელი ეცვათ ვისაც ვებრძოდით რატო ვებრძოდით არ ვიცი ვებრძოდით უბრალოდ წაგვიყვან უხვიეს ყველი ყველას წაგვიყვანეს და ვებრძოდით ჩვენც ვესროდით ისინიც გვესროდნენ ჩვენც ვიხოცებოდით ისინიც იხოცებოდით შენო არასწორ ომში ვარ ნამყოფი და მიეცითო სიგელიო ის რა ქვია მიეცითო ოფიციალური წელი ეს დიალოგი საბოლოო ჯამში ეგრე მთავრდება მიეცითო ამას ოფიციალური მოწმობა იმისი რომ კოჭლი არ არისო ანუ ხო რო ფეხი აქვს კი არა აქ ესე სინამდვილეში მაგრამ ხო მაგრამ აქ იმიტომ რომ არასწორ ომში იყო ეს წიგნი არ არის მხოლოდ ბავშვებისთვის ხო საერთოდ არ არის ბავშვებისთვის მაგრამ რამდენად შეიძლება ვთქვათ იგივე არჩ პედაგოგებისთვის მშობლებისთვის ცოტა უფრო მოზარდებთან საკომუნიკაციო სარჩევად და განსახილველად კარგი რესურსად გამოდგეს ამ კუთხით ტექსტის ენა მარტივია აღსაქმელად იოლია ტექსტი სახალისოა თავისთავად სათავგადასავლო ელემენტი მასში ჭარბად არის წარმოდგენილი
პიკარესკულ რომანებთან მისი მსგავსება ესე პირდაპირ არა, მაგრამ აი მე-16 საუკუნის სათავგადასავლო ესპანურ რომანებთან მისი მსგავსება აი კოჭრი ეშმაკიდან დაწყებული ვთქვათ, იგივე დონ კიხოტით დამთავრებული ის იყო ყველა ტექნიკურად პიკარესკული რომანი, პიკარესკულ რომანებთან მისი მსგავსება ძალიან მოძრავს ხდის თხრობას და მკითხველი არაფრით არ მოიწყეს თუ შეიძლება ესე ითქვას, მაშინაც კი როცა ვთქვათ რაღაც სიმბოლოები, რომელიც შეიძლება ტექსტში შეხვდეს, მისთვის გაუგებარი, მკითხველისთვის შეიძლება გაუგებარი იყოს, იმდენად ვიზუალურია თხრობა, რომ ეს არავითარ დისკომფორტს მკითხველს არ შეუქმნის და თავარ აზრს, ასე ვთქვათ, ტექსტისას რაც არის, მკითხველი ნებისმიერი მომზადების, ასე ვთქვათ, მკითხველი იოლად გაიგებს და პირიქით, ჩემი აზრით, ის არის ძალიან კარგი წიგნია იმისთვის, რომ განსაკუთრებით სკოლის მოსწავლეებმა უკვე აი ესეთი შედარებით მაღალი კლასის, ასე ვთქვათ, მე-7, მე-8, მე-9, მე-10 კლასის მოსწავლეებმა წაიკითხონ და ეს იქნება მათთვის პირველი, შეიძლება ესე მათ ცხოვრებაში პირველი არა, მაგრამ დაშვებით ჩემი დაწარმოდგენით პირველი შეხვედრა იგავთან, პირველი შეხვედრა უტოპიის, ანტიუტოპიასთან, დისტოპიურ ტექსტთან, პირველი შეხვედრა პოლიტიკურ რომანთან, რომელიც, ვთქვათ, ცოტა უფრო საბავშვო ფორმით თუ ეგრე შეიძლება ითქვას, ჭაბუკური ფორმით არის დაწერილი. აი სიმბოლოები ახსენე ზალ და ის სიმბოლოებიც რო გამოვკვეთოთ, რაც არის ძალიან გამჭვირვალე და დღევანდელ დღესთან პირდაპირ კავშირში შეიძლება დღეს როცა ვკითხულობდი, რამდენჯერმე მოხდეს საკითხული და ძალიან დიდი მადლობა მინდა უთხრა მაკაჯოხაძეს და აკაკი მინდიაშვილს, მათ თავის დროზე მირჩიეს ამ წიგნის საკითხვა და გამოცემა და ეს წიგნი როცა დაიწერა 1978 წელს და როცა გამოიცა, ბუნებრივია ეს ის დრო არ არის, როდესაც ლევან ბოლქვაძე გადაასახლეს ან ლევან ბოლქვაძე იყო საპატიმროში, სხვა დროა, თუმცა ცენზურა ჯერ კიდევ არსებობს და ცენზურას შეუძლია ისეთი სიმბოლოებისა და ნიშნების ამოცნობა წიგნში, რაც იმდროინდელ სისტემასთან პარალელს თავისუფლად გაავლებს პარალელს. თუმცა დღეს ვხედავთ, რომ ბევრი რამე ამ ხრივ არ შეცვლილა. რა სიმბოლოებია მთავარი, რაც ამ წიგნის კითხვის დროს, ახლა შენ ახსენე საპატიმრო, სადაც ერთ-ერთი საკანი განათებულია და ამ სინათლეს ვერაფრით ვერ აკრობენ, სადაც ყვავილები ამოდის და ამ ყვავილებს გლეჯენ, მაგრამ მეორე დღეს ხელახლა იფურჩქნება ამინდი საჩუქრად, როცა მოსახლეობას ეუბნებიან, რომ მაისში გათოვდა და თბილი ქურქები უნდა ჩაიცვათ და ხო, იციგურაოთ, იგუნდაოთ ის სიმბოლოები, რომ უფრო მეტად გამოვკვეთოთ, რაც ამ წიგნს ერთი მხრივ იმ პერიოდში ასაკრძალი წიგნების სიაშიც კი შეიყვანდა და არ მიყვის, რომ რაღაც ნაწილი, ოფიციალური ნაწილი ამ წიგნს გაუჩუმდა, ესეც სახიფათო იქნებოდა იმ პერიოდში და რაც აქცევს დღეს ძალიან თანამედროვე ტექსტად. აი ზოგადი მახასიათებლები, რაც ამ ტიპის ტექსტებში პრაქტიკულად უდიდეს უმრავლესობაში გამოიყენება, ხო? აი ეს რა ქვია მაგას ფარსი, რომელიც სიცოცხლე, რომელიც იქცევა ფარსად. და რომელზეც ყველა ადამიანი შეთანხმებულია თითქოს, რომ ფარსია, მაგრამ ყველა მაინც ამ ფარსის ფორმით ცხოვრობს. ადამიანები, რომლებიც ქურთულიმებით, რა ქვია, ზამთრის ტანსაცმელით ძალიან ზაფხულში, იმიტომ რომ ჩიგიდი თქვა, რომ ის არის, რა ქვია, ზამთარია, ადამიანები, რომლებიც ღამეფხიზლობენ, იმიტომ რომ ჩიგიდი თქვა, რომ დღეა, ან დღის დიძინებენ, იმიტომ რომ ჩიგიდი თქვა, რომ ღამეა. ამიშლობა აქვს და აი ადამიანები, რომლებიც იქ ხო ეს ჭაბუკა რო ჩადის პირველი გაოცება ხო რა არის, რომ ხდება იქ, ასე ვთქვათ, რეპრესირებულ ბავშვებს. ხო, სხვა მის თანატოლებს, რომლებიც
ვიან რომ ვიცი რა ჩვენი მშობლები დაჭერილები არიან ზოგი 20 წლით არის დაჭერილი ზოგი 40 წლით არის დაჭერილი და ესე ეკითხება რომ რატო არიან დაჭერილი და ისე უნება რომ ინი არ ეუნება ისე უნება რომ აი სიმღერისთვის დაიჭირეს მამაჩემ და ჭაბუკა არის გაუგნებული რომ როგორ შეიძლება სიმღერისთვის დაიჭირო ადამიანი ხო ეხლა ჩვენს მენელს არ გაუჭირდება პარალელის გავლება ეხლა არ არის შორი მანძილი სიმღერიდან სხვა რამემდე ხო ეუბნება რომ არ არსებობს ეს რაღაცა არის რაც უნდა გამოსწორდეს ხო ის პოლიციის უფროსი რომელსაც იჭერენ მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა თქვა წინასწარმეტყველეს მას რა ქვია მინისტროს წინასწარმეტყველეს რომ თუ პოლიციის უფროსს არ დაიჭერებს სამკვირაში ესე იგი რა ქვია უთავოდ დარჩები და ის ამბობს რომ დავიჭერდა თავარი არის რომ ხო თავარი არის რომ მელოტი არ ვიყო და თუ პოლიციის უფროსის დაჭერაც უშველის მაგას ჩემს სიგდულს ამა მივიდეს თმების ხურის ჯაგარს რომ იმას რა ქვია გადაუნერგავს კი არა და რო იპარსავს თავს და განუწყვეტლივ რო ამოდის ხო მე სანამ გაცვიდება ალბათ თავარი ჩემი აზრით არის ეს რომ სიკეთის ამბავი რომელიც ტექსტში არის განსაკუთრებით ესე იგი რა ქვია რაც არის ტექსტში განსაკუთრებით ყურადღება გამახვილებული ხო ეს სიკეთის გაკვეთილები რომელიც არ მუშაობს რა ადამიანები რომლებიც კი სიკეთის ბეგარა ხო რომელთაც ადამიანები იტანჯებიან რეალურად იტანჯებიან იმიტომ რომ საზოგადოება იმდენად სახეცვლილია დაახლოებით ესე იმდენად შეგუებულია და მიჩვეულია იმ ყოფას რომელშიც ჩიგიდის ხელში არის აღმოჩენილი ხო 333 წელია ესე იგი რა ქვია კი არა ხო მაგდენი წელია მაშუება რა ქვია მართავს ქვეყანას აღარავის აღარა ამდენი წლის არის 100-ზე მეტი წლის არის იმიტომ რომ არავის არ ახსოვს ხო როგორც მარკესთან არის არავის არ ახსოვს როდის გახდა ესე იგი რა ქვია უფროსი არავის არ ახსოვს რამდენი ხანია მართავს არავის არ ახსოვს დრო რომელიც იქამდე იყო ხო ახლობით ესე და არიან რა თქმა უნდა ადამიანები რომლებიც განკერძოებული ფორმით გამოიყოფიან ამ სისტემას ისინი არ ერევიან ესე იგი რა ქვია შიგნით არც ებრძვიან და არც ერევიან შიგნით ზოგიერთი მათგანი მთლიანად გამოყოფილია და ვთქვათ ცხოვრობს რაღაცა თავისი განკერძოებული ცხოვრებით და იქნება შთაბეჭდილება რომ ელოდება რაღაცას რაც აზრ შეესწენს ასე ვთქვათ ახალ არსებობას ამ ხალხისას და ვიღაცები არიან რომლებიც თანამშრომლობენ ასე ვთქვათ ამ სისტემასთან უბრალოდ ცდილობენ რომ თვითონ პირადად ბოროტება არ ჩაიდინონ და სადამდე ცხელი მიუწვდებათ ვთქვათ შეარბილონ იმ ბოროტების მასშტაბი რომელსაც ამ შემთხვევაში სისტემა ახორციელებს ხო ამ შემთხვევაში ტექსტში ყველაზე ცხადი და ხელშესახები სიმბოლო სიცოცხლისა არის ყვავილები ხო რომელიც განუწყვეტლივ ჭკნება ქვეყანაში და ჭაბუკას ჩამოსვლა ასე ვთქვათ იწევს იმას რომ ის იმ ოთახში სადაც ის შედის ყვავილები აღარ ჭკნება იმ ფურნეში სადაც ის შედის პური ისევ ამოდის და ეს კეთდება იმიტომ რომ იცი რა სიკეთე მნიშვნელოვანი ტექსტში მესმის რომ ცოტა ტენდენციურია თხრობა ამ თვალსაზრისით და ეს ახასიათებს ახლა 70-იანი წლების ქართული ლიტერატურისთვის ეს ბუნებრივია რომ ის ვინც ღარიბია უფრო პატიოსანია ვიდრე ის ვინც დიდარია ეს გასაგებია და ბუნებრივია თუმცა ხო თავარი ამბავი არის სიკეთის ამბავი რა იმიტომ რომ სიკეთე თუ არ იქნება და სიკეთე იწყება გამარჯვებიდან როგორც ტექსტშია გამარჯვებიდან ნახვამდისგან და მადლობიდან ახლობებით ესე სიკეთე თუ არ იქნება ის ფარსი და ხრწნა საზოგადოებრივი ცხოვრებისა რომელიც ჩიგიდისთან ერთად არის ქვეყანაში თუმცა ავტორი მაგ საკითხს არ წყვეტს ერთნიშნულად იმიტომ რომ იმასაც ამბობს რომ ესე საზოგადოება რაც არ უნდა დააძალო და როგორც არ უნდა ასე ვთქვათ ჩაერიო მის ცხოვრებაში სიკეთეს ესე ვერ ისწავლის და ეგ საკითხი როგორ შეიძლება გადარჩეს ეს საზოგადოება კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ვიღაცამ თავი გაწირა ვიღაცამ ბოლომდე იბრძოლა და ის საათი ისევ ამოძრავდა მაგრამ როგორ უნდა გაუმჯობესდეს თეორიულად ეს საზოგადოება და როგორ უნდა იქცეს სიკეთის საზოგადოებად იმდენად მაინც რომ სიკეთი არ ტანჯავდეთ და არ აწვალებდეთ ხო და როგორც ტექსტში წერია ეს ხალხი მიიჩნევს რომ სიკეთეს ისუსტი ხო და როგორ შეიძლება სხვანაირად იფიქროს
ვიწყდრონ და სხვანაირად ვიცხოვრონ, ამ ტექსტში ეგ გადაწყვეტილება ცხადია არ ეჩანს. თუმცა მთავარი პერსონაჟი, რომელსაც მკითხველმა უნდა მიბაძოს, ან უნდა დაუჯეროს, ან უნდა გაყვეს თხრობაში, ცხადია არიან ადამიანები, რომლებიც იბრძვიან სიკეთის სახელით და იბრძვიან იმ ადამიანების დასაცავად, რომლებიც ნებსით უნდობლიეთ აღმოჩნდნენ მსხვერპლი ჯიგიდისა და იმ ადამიანებისა, ვინც მასთან ერთად არის. მადლობა. დიდი მადლობა ზალჩხეიძეს, ყველას გირჩევთ ლევონ ბოლქვაძის წიგნს ზღაპარში მოხვედრილი ბიჭის ამბავი ერთადერთ ნაწარმოებს ამ ავტორისა და მე ვფიქრობ, რომ წინ გელოდებათ აღმოჩენა სრულიად ახალი, გამორჩეული და დაუვიწყარი ნაწარმოებების.